გოგრაჭაძე გამაგრდა თავიდან ცენტრში თუმცა ზოიძე მას ზოიძეს იწყებს ხოლმე შეტევებს ну იგივეა შეტევა გოგრაჭაძე ნახოთ ახლა თვითონ რას იზამს კარგი იყო ზოიძე მისი მინიმუმ ორი დარტყმა იყო ზუსტად ამ სექსუალური სიტუაციიდან ბაგირებიდან შეუტია თითქოს უკეთესი პოზიცია აქვს ცენტრში არის გოგრაჭაძე, მაგრამ ასრებს ხოლმე ზოიძე შეტევის დაწყებას და მისი რამდენიმე დარტყმა იყო ზუსტი. ახაც დაახლოებით იგივე სურათი იყო. ნახოთ აბა მსაჯები თუ გამიდასტურებენ რომ ზოიძეს ტერიტორიული უპირატესობა ეს ფეხბურთის ტერიტორია თქვა გოგრაჭაძეს ჰქონდა, მაგრამ უკეთესი კონჩეტევები ჰქონდა საბა ზოიძეს. აი რა თქმა უნდა ასე იყო. 10-9 მოიგო თბილისელმა პირველი რაუნდი. უფრო ესეთი მეტი სიზუსტე მართებს ახლა გოგრაჭაძეს და დაცვაში ახაც და სურათი იგივე იყო, ცენტრში იყო გოგრაჭაძე, მაგრამ ზოიძემ დაასწრო შეტევის დაწყება. ანუ სიმაღლის საქმე გოგრაჭაძის უპირატესობა, მაგრამ ვერ იყენებს ამას. Raunchi უფრო ზოგადად გოგრაჭაძეს ზუსტად დაწყობილი ნახოთ ეს შედეგში თუ აისახება, როგორ აისახება მეორე რაუნდიც მიიწურა შემდეგი წვილი იქნება კვერეხაძე და სხულუხია როგორც გითხარით ისინი მათაც გამართეს გულში თითო შეხვედრა მოდიკო კვერეხაძემ დაამარცხა 5-0 ემილ მირზაევი და აგერ ცოტათი მოულოდნელი დასასრულია მეორე რაუნდის ანგარიში გაუხსნა არტურელის ბიავიანმა გიორგი გოგრაჭაძეს ამ მას აღმომძიმე დარტყმა გაუშვა აქ უკვე თითქმის ყველაფერი ცხადია კვერეხაძის ამბავი გითხარით და შემდეგი ნახევარფინალის მეორე მონაწილემ ანდრია სხულუხიამ ასევე 5-0 დაამარცხა ზუგდიდელმა სხულუხიამ დაამარცხა
მე-16 ფინალში ლუკა მდინარაძე ზესტაფონი, შემდეგ წვილი იქნება კვერეხაძე სხულუხი, რადგან ფაქტიურად მოგებული აქვს უკვე საბაზოიძეს. ამ ზონაში ერთი წარმომადგენელი ხო მათუმჯი არ აყავს და პრინციპში მეტი მათუმს არ ეყოლება შეგვიძლია ასე ვთქვათ მე-4 ფინალში წარმომადგენელი ეს უკვე თითქმის ცხადია საბაზოიძე გადის მე-4 ფინალში და იქ შეხვდება ხეირადი ფაშაევს ხვალ გურვაჭაძე მოარტყა, ეხლა იშვიათი შემთხვევა იყო, როცა დაიწყო და მარცხენა ხელით მიაღწია მიზანს. და ის რაც უნდა მოხდეს, თუ ადამიანამდე არ დაასრულა, გურვაჭაძემ ქულებით ის ვეღარ დაეწევა, რა თქმა უნდა, საბაზოიძეს 27 აქვს თბილისის უამსაჭდა. მესამე წვილიც შევავსეთ, ან ივსება მოკლედ ლუკა ჯიქია გურჯაანელი შეხვდება გიორგი სამუშიას, სენაკი, შემდეგ ჭია თურელა შექებაძის მეტოქე იქნება ნიკოლოს კერძელაძე ქუთაისი და მესამე ახალფინალური წვილი თბილისური იქნება ხეირადი ფაშაევი და საბაზოიძე. დაუქშაური შეხვედრა კვერეხაძე სხულუხია და გიგი ხანთამაძე თბილისი და გიორგი მუშკუდიანი მესტია. და შემდეგ გადავალთ უკვე 48 კილოგრამზე 48 კილოში. ისევე როგორც 50-ში და 52-ში 4-4 მე-4 ფინალი გუშინ გაიმართა, ამერიკ მე-4 ფინალის 4-4 მონაწილე ცნობილია, მათაც გაგაცნობთ რა თქმა უნდა თავის დროზე. ეხლა კი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რომ საბაზოიძე მოიგო, ანგარიში იქნება 5-0. და შემდეგ ველოდებით ნუდიკო კვერეხაძეს, რომელიც არის შავშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, რომელიც ბიჭებში 15 წლამდელებში 52 კილოგრამში და მისი მეტოქე იქნება ზუგდიდელი ანდრია სხულუხი.